ხშირად თუ თქვიათ ჩემთვის, რომ აიო, რას მოძღრავო რა ერთიო, რა კაიო, რა თუ ძმა ხარ გაჩერდიო, რა შენ თავს მიხედევ. ან ახლობლებსაც უთქვიათ რამდენჯერმე, რომ კაიო, ხავ ნახევ იმ დღესო გისმინეო და რასაც აკეთე ლაპარაკობ, ამის საწინააღმდეგო გააკეთეო და ახლა აი როგორ გამოდის ეგო. რა მინდა თქვა, იცით, მე ცოცხალი ადამიანი ვარ, ჩვეულები ისე როგორც ჩვენ ყველანი, ხო? მე უსშვებ კოლოსალურ უამრავ შეცდომას. ისეც როგორც ყველა სხვა, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი რაღაცა იმ მომენტში, როდესაც რაღაცის გაზიარება მინდა და გიყვებით, ესე იგი ამას ვყვები, იმიტომ რომ ეს რაღაც მომენტში გამოვიარე ჩემ თავზე, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სწორია და რაღაც მომენტში შეიძლება ვიწვალე კიდევაც რომ მიმეღწია ამ მდგომარეობისთვის და ან გამომდის ხან არ გამომდის ხან, მაგრამ ზოგადად აი ეს მახსოვს ერთხელ ჩვენ ყველანი რაღაცა ამბების და ინფორმაციის გამტარები ვართ რაღაც ურთიერთობაში ერთმანეთისათვის იმისთვის ვარსებობთ საერთოდ რაღაცები ერთმანეთს გაუზიაროთ, დავეხმაროთ, გვერდში ამოვდგეთ. მოგეთ მახსოვს ერთხელ მქონდა 38 სიცხე და ფრანგები იყვნენ ჩამოსულები, ეზის პიაფი უნდა გვეჩვენებინა და ნუ შანსია რომ ხმა ხრიალებდი რა. ნიტოშო სიმღერა და ნუ გამოვედი ვითამაშე და სიმღერის პერიოდი რომ დრონო მოდადგა ხო 5-6 სიმღერა მაგეთ პიაფს რომელსაც სპექტაკლში ვასრულებ ხალხმა მართლა რაღაც სასწაული ხდებოდა იმიტომ აშკარად გრძნობდი რომ მე არა ვარ რა ის ადამიანი კი არა რაღაცა გამტარივით ვიყავ იმიტომ რომ ჩემგან შემოდიოდა თითქოს ამ ხალის უზარმაზარი სიყვარული და გამოდიოდა აი თავისი ხმით თავისი ემოციით და გადაეცემოდა ხალხს ამიტომ რაღაცებს, როდესაც უკვირდები, იმდენად საიდუმლოებით სავსეა საერთოდ ჩვენი არსებობა. სხვაშორის არ შემიძლია ახლა გამახსენდა რა ამ ცოტა გადახვეული ამ თემიდან, მაგრამ ზოგადად პრინციპში არა, იმიტომ რომ ესეც ამ თემას ეხება. ერთხელ მოსკოვში დიდი ხნის წინ რაღაც გასტროლებიდან ჩამოვედით და ჩვენი სახლის პირდაპირ არის ესეთი ტაძარი, ულამაზესი დიდი ძალიან მშვენი და რატომღაც სულ რემონტი აქვს ტაძარში იყო ყოველ შემთხვევაში რემონტის რაღაცას აკეთებდნენ და მფლობელი იყო ბელორუსი კაცი და ცოლი უკრაინელი ქალი ყავდა რომელიც ძალიან თბილი არაჩვეულებრივი ხალხი იყო და სულ მივდიოდით ხოლმე რაღაც სანთლებს ვანთებდით ლოცვობდით და სულ პრაქტიკულად ცარიელი იყო ეს ტაძარი თითქოს ჩვენ მივდიოდით ხოლმე და ერთხელაც მე თემური და ლიუბა მივდივართ და მოთხრა თემო წამომეთქი რა წამომდე კაიო ხო თემურის მართლმადიდებელი ქრისტიანია ისევე როგორც მე ხო და შევედით ამ ტაძარში და აი ეს არ მოუდგენლად უცბად. ხედავთ რომ სამი ხალი გალობს და მამაო რაღაცას კითხულობს და ეს ბელორუსი კაცი მოვიდა და დაეჭიდა ამ თემურის ხელზე და ეუბნება რომ წამოდიო სასწრაფოდ მჭირდებიო. ნუ გაგვიკვირდა რა რას მივედით და აძლევენ ტექსტს და ეუბნება ეს კაცი რომ ძალიან გთხოვო ეს წაიკითხო უნდა დაგვეხმარო რა ძალიან გჭირდება ახლა სერიოზული ლოცვა გვაქვს და წაიკითხეო რა ლოცვაო რა ეს ჩვენთან ერთად და ის ხალები გალობენ და თემურმა გადაშალა ხა კიდე მე არ მომწონს ეს ტექსტი იმიტომ რომ ხა მე კი იდეალურად ფლობ ამ ენას მაგრამ არის რაღაც აი ძველი იაჭებით და რაღაც ხე ჩხარა წაკითხვა გამიჭირდება თემურის არ გაუჭირდა ეს რა თქმა უნდა თავისი რაღაცა ნუ სასწაული ტემბრი აქვს ხმის თვლი რომ გადაკარგია უზარმაზარი ტელევიზიის და საერთოდ რადიო მაუწყებლის ჩემი ხმის ტემბრი იმიტომ რომ როლაპარაკობს უბრალოდ აი რაღაცა რა უნიკალური ტემბრი აქვს კაცსა ხო და ამ რაღაცა თავისი ლევიტანის ეგეთი ბარხატნით ზეთი ლამაზი ხმით დაიწყო ეს ლოცვა და კითხულობს ნუ მოკეთ გალობენ ჩვენ ვსგავართ და ერთი საათი გავიდა რა ამ ლოცვებში და გამოვდივართ ეკლესიიდან და ხალხო აი სასწაული ჯერ ესეთი ხო რომ ლოცულობდით რომ გამოვდეთ იმ მამაებს კითხე რომ რასთან დაკავშირებით ლოცულობდა არო ესო ჩვენიო ჯამრთელობის შესაწირი გალობა არის რაღაცა ისე მაგდაგვარი მითხა თუდად თარგმნი რა მაგრამ რა ჯამრთელობასთან მიმართებაში და ეს უნდა წაგვეკითხაო დღესო მე გამოვდივართ და ზარია ნიუ-იორკიდან და თემურის ურეკავა სამავთყოფოდან და დაბნეული რა მოხდაო და ნუ ახლობელი ჩვენი რეკავსო გადავრჩითო და გილოცავთო და რა იყო და ნუ დეშენი იყო სიკვდილის პირასო და აი მეტირება რა ამას რო ყვევი ხო და წავიყვანეთ რა ძალიან სერიოზული აი ეს ablation ქვია ესეთი რა რომ ხელს აწერ რა რომ თუ რაღაც დაგემართა ნუ მოგეთ გულზე პროცედურა ჩაუტარეთო და პრაქტიკულად არც ვიცოდითო რა როგორ იქნებოდაო და
ეს თემური ელაპარაკება თან მე მიყურებს გაუცებული და როდის მორჩა? აი ხო 1 საათიაო, ზუსტად 1 საათის წინ მორჩა და გითხრას რეზულტატი რო კარგად არისო. ესე იგი საიდან სად ოკეანის ამხელა დაშორებაზე, ხო? დედა გაუხთა ცუდად და ზემოთა სტრუქტურამ ჩაატარა ისეთი ჯადოსნური ქმედება, რომ თემურის ნიუ-იორკში გამختარი ცუდად ყოფი დედა და შვილს საიდან სადო მოსკოვში წააკითხინა 1 საათიანი ლოცვა ჯამრთელობის. პრაქტიკულად მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ლოცვამ ის დედა გამოგლიჯა იმ სიკვდილს იმ მომენტში რა, მისი დედა. ანუ ამას რა დავყვები, ესე იგი ჩვენს მიღმა იმდენი რაღაცა სწავლები ხდება, იმდენი წარმოუდგენელი რაღაც საიდუმლო სამყარო არსებობს და იმდენად უდიდესია ამ შემქმნელის რაღაცა ფანტასტიკური, არანორმალური სტრუქტურა, რომელშიც ვიმყოფებით, რომ აი ეს მომენტები, როდესაც რაღაცა წარმოუდგენელი ხდება და მოდის რაღაცა, ხო? ამის არ გაკეთება შეუძლებელია. ასე მემართება ეხლა აი ქართულ სიმღერებზე რომ დავიწყე წერა და ვერ ჩერდები რა, მოდის ტექსტი სიმღერა, ვდები წერ. და სად მიმყავს ეს ყველაფერი? იქ რო თუ რაღაცას ვიძახი არ გატყუებთ რა, ვიძახი გულიდან ამოსულ სიტყვებს ეგერთი და მეორეს ერთი ალბათ იმისკენ რომ მაქსიმალურად რაც უფრო დავინტერესდებით იმ ჩვენი მრწამსით, იმ ჩვენი რწმენით, იმ ჩვენი კითხვებით თუ სადავართ საერთოდ რა საოცარ სამყაროში ვიმყოფებით, მით უფრო გაგვიადვილდება საერთოდ ცხოვრება და არსებობა. იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ცხოვრება, მისი გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ უნდა აყვე ამ დინამიკას, ამ სიჩქარეს უნდა გაყვე შენი სიკეთით, შენი ფიქრით, შენი ურთიერთობით შემქმნელთან. ბედნიერი დღე ყველას, მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. მალე კიდე ახალ სიმღერებს გაჩუქებთ.